ჩვენი ლაოსური თავგადასავალი გრძელდება. აქედან გეზი დედაქალაქ ვიენტიენისკენ ავიდეთ. გზავრობა ეგრეთ წოდებული ღამის საძინებელი ავტობუსით მოგვიწია, რაც ამ მანძილის დასაფარად ფაქტობრივად ერთადერთი მოსახერხებელი და პრაქტიკული საშუალებაა. საკმაოდ დამღლელი გამოვიდა წუხანდელი მგზავრობა. მთლიანობაში თითქმის 13 საათი მოვანდომეთ ამ გზის დაფარვას, მაგრამ არ არის გასაკვირი, ვინაიდან თითქმის 800 კილომეტრი გამოვიარეთ მთელი ღამის განმავლობაში. არც კომფორტულად ვიმგზავრეთ, ხალხი ძალიან ხმაურობდა, თუმცა არ მეგონა ეს რა თქმა უნდა, უარეს მგზავრობებიც გადამიტანია როგორც სამხრეთ ამერიკაში, ისე აზიაში. ამიტომ საბოლოო ჯამში გეტყვით, რომ ნორმალურად ვიმგზავრეთ, დავბინავდით სასტუმროში, გამოვიძინეთ, ვინაიდან ღამე ფაქტობრივად არ მიძინია მოუსვენდრობის გამო და ახლა გამოვედით ქუჩებში. იქიდან გამომდინარე, რომ შედარებით ნაკლები ენერგია მაქვს, დღეს ბევრი რამე არ მაქვს დაგმილი. მხოლოდ გავივლით ქუჩებში, შევხედავთ როგორი ატმოსფეროა, როგორი გარემოა, მაგრამ პირველ რიგში რაც შევამჩნიე არის ის, რომ ბევრად გრილა. ჩრდილოეთში ამოვედით და ტემპერატურამაც შედარებით იკლო, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვიენტიანე თავდაპირველი შთაბეჭდილებით საოცრად მშვიდი და სტუმართმოყვარე ქალაქია. ქუჩაში ყველა გიღიმის, რაც ჩემთვის როგორც მოგზაურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ქვეყნის პირველი შთაბეჭდილება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხვდებიან ადგილობრივები. ლაოსი ოფიციალურად ცნობილია როგორც ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ ამ სახელის მიუხედავად ქვეყანაში არის კომუნისტური მმართველობა და 1975 წლიდან მართავს ერთი პარტია, რომელიც რა თქმა უნდა კომუნისტურ იდეალებთან არის ახლოს და ამ პარტიის სახელია ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტია. დღეს მონაცემებით სოფლიოში სულ 5 კომუნისტური ქვეყანაა, რომელთაგან ერთ-ერთი რა თქმა უნდა არის ლაოსი, მაგრამ ის არის ერთადერთი, რომელიც არის თვითგამოცხადებული დემოკრატიული რესპუბლიკა. მართლაც, ოდესაც ქუჩაში გადავაადგილდებით, ფაქტობრივად ყველგან გვხვდება ჩვენთვის არც ისე უცნობი წითელი დროშები ზედ გამოსახული ნამგალით და ყუროთი. მართალია ლაოსი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ მზდადი ეკონომიკა შენიშნება ამ ქვეყანაში. პირველ რიგში ეს ეხება სოფლის მეურნეობას, ჰიდრო რესურსებს და რა თქმა უნდა ტურიზმს. წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა მსოფლიოდან და მათ შორის საქართველოდანაც. ლაოსი ერთგვარად ნაზავია გასაოცარი ბუნების ძეგლებისა და შთამბეჭდავი არქიტექტურის. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ კიდევ არაერთი ადგილი გველოდeba, ამიტომ მთავარი თავგადასავლები წინ არის. უძველესი ტრადიციები დიდწილად დღემდე განსაზღვრავს თანამედროვე ლაოსის ყოველდღიურობას. ქვეყნის აუღელებელი ატმოსფერო, უცხოელი სტუმართმოყვარეობა და თვალწარმტაცი პეიზაჟები მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ავთენტურ ადგილად აქცევს. დღეს ვაპირებ, რომ კიდევ ღამის ბაზარში წავიდე, მაგრამ სანამ დაბნელდება და ეს ბაზარიც გაიხსნება, გადავწყვიტე კიდევ ერთი ტაძარი მომენახულებინა. მთლიანად ქალაქში არაერთი ტაძარია, თუმცა სადაც არ უნდა წაიგითხოთ გზამკვლევი, ყველა გეუბნებათ, რომ ეს ტაძარი არ უნდა გამოტოვოთ, ამიტომ ჩვენც მოვედით და დავათვალიერებთ. შესასვლელი ბილეთი 30,000 ღირს და გაითვალისწინეთ, რომ ლაოსში გადაადგილებისას ყოველთვის გქონდეთ ნაღდი ფული, ვინაიდან სხვაგვარად შეიძლება გაგიჭირდეთ გადაადგილება, ამიტომ ყოველთვის თან გქონდეთ რაღაც ნაწილი გადადებული ჩანთაში ან საფულეში. ჩვენ კი დავათვალოთ ეს ტაძარი. ფათ სასიკეთი უნიშნულოვანესი ტაძარია როგორც დედაქალაქისთვის, ისე ზოგადად მთელი ქვეყნისთვის. ის 1818 წელს ააგო მეფე ანუვონგმა და ის არის ერთ-ერთი უძველესი ტაძარი, რომელიც თავდაპირველი სახით შემორჩა. ეს ტაძარი გამოირჩევა თავისი ტაილანდური სტილით, რამაც შეიძლება ითქვას, რომ ის გადაარჩინა, ვინაიდან როდესაც 1828 წელს ომი მიმდინარეობდა ლაოსელებსა და ტაილანდელებს შორის, ტაილანდმა ძალიან ბევრი ტაძარი გაანადგურა, მაგრამ ვინაიდან ეს ტაძარი იყო ტაილანდური სტილით აშენებული, მას არ შეეხდნენ და როგორც გითხარით, თავდაპირველი სტილით არის შენარჩუნებული. ეს ტაძრის კომპლექსი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი შესანიშნავი მონასტრის კედლებით, რომლებიც ბრინჯაოს, ვერცხლისა და თიხისგან დამზადებულ 6000-ზე მეტ ბუდას ქანდაკებას შეიცავს. პაწაწინა ერთგვარ ნიშებში განლაგებულია ეს ქანდაკებები,
რაც ლაოსში ბუდას ფიგურების ერთ-ერთ უდიდეს კოლექციად ითვლება. სამწუხაროდ უშუალოდ ტაძარში გადაღების საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ შესული ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო სანახავია. თითოეული მონაკვეთი, თითოეული დეტალი ათვისებულია ბოლომდე და საინტერესო სანახავად გვთავაზობს. გარედან ასეთი შთამბეჭდავი ტაძარი არ ჩანს, ერთი რიგით ჩვეულებრივი ტაძრის შესახედაობა აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შიგნით თითქოს სხვა სამყაროში შემოდიხარ, ამიტომ აქ თუ იმოგზაურებთ, ყველას გირჩევთ, რომ მობრძანდეთ, დაათვალიეროთ, ვინაიდან ვფიქრობ, თქვენც ისევე მოგეწონებათ, როგორც მე. ვაც სისაკედის კურთხევის დარბაზში დროთა განმავლობაში დაცვეთილი, თუმცა მაინც თვალწამტაცი ფრესკებია შემორჩენილი. ისინი ბუდისტურ ლეგენდებსა და ჯადაკას ისტორიებს ასახავს და საუკეთესო გზაა ლაოსის ტრადიციული რელიგიური ხელოვნების შესაცნობა. ჯადაკას ზღაპრები ბუდისტური ლიტერატურის უძველესი ნაწილია, რომელიც ბუდას წინა ცხოვრებას აღწერს. იმ პერიოდს, სანამ ის პრინც ცითარდად მოევლინებოდა სამყაროს. ამ ამბებში ბუდა სხვადასხვა სახით ჩნდება. იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, მეფე თუ ბრძენი და ყოველი განსხეულებისას ეუფლება იმ საქმეებებს, რომელიც მას საბოლოოდ განმანათლებობამდე მიიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ მათ სისაკეტი ქალაქის გულში მდებარეობს, აქ საოცარი სიმშვიდეს უფევს. გაჩნილული ეზოები, ხის პავილიონები და ბუდისტი ბერების ყოველდღიურობა სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადაგიყვანთ. აქ შეგიძლიათ აუღელებლად იხეტილოთ მონასტრის ტერიტორიაზე და დატკბეთ როგორც გარემოთი, ისე ამ უძველესი ტაძრის არქიტექტურული ელეგანტურობით. ამასობაში დაღამდა კიდეც. ხანგრძლივი მგზავრობის გამო საკმაოდ დამღლელი დღე გამოვიდა, ამიტომ მალე სასტუმროს მივაშურებთ. მანამდე კი, როგორც შეგვირდით, ღამის ბაზარში შევიდით. მოვიდი ვიენტიანეს ღამის ბაზარში, გავისერნე, მაგრამ ძალიან კარდინალურად განსხვავებული რამ დამხვდა, რასაც ველოდი. მართალია ფოტო-ვიდეო არ მინახავს, სანამ აქ მოვიდოდი, მაგრამ როდესაც ადგილს ქვია აზიური ღამის ბაზარი, ყოველთვის ბოლოდინი მაქვს, რომ იქნება ხალხმრავლობა, ძალიან ბევრი ნივთი, ტრადიციული სამოსი, ხელნაკეთი ნივთები, ასევე საკვები ობიექტები, მაგრამ ძალიან მშვიდი, წყნარი და არცე გამორჩეული ნივთები დამხვდა. გადავედი კვების ნაწილში, სადაც უფრო სასიარულოებივით იყო. არც იქ არ მომეწონა არაფერი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქაურობა დავტოვო და წავიდე სასტუმროს მიმართულებით. ვფიქრობ, სასტუმროდან კარგად მოძებნო ინტერნეტში, იქნებ ნიუსგავსებული ან უკეთესი ადგილი ვნახო, რომ იქ მივიდე და იქ ვიპოვე ის, რასაც ვეძებ. ძელდება ჩვენი ლაოსური თავგადასავლები მისი დედაქალაქიდან, ვიენტიანიდან. ამ ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1 მილიონს და რამაც პირველ რიგში გამოკვირვა ვიენტიანში არის ის, რომ იმ აზიური დედაქალაქებისგან განსხვავებით, სადაც კი ოდესმე მიმოგზაურია, ეს ქალაქი არის ყველაზე მშვიდი და წყნარი. ვიენტიანის ისტორია ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში იწყება, რადგანაც ის ერთგვარად სამეფო სამთავროს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში არაერთი შემოსევა გადაიტანა ამ ქალაქმა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი იდენტობა არ დაკარგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, რადგანაც ის ხდება ფრანგული ინდოჩინეთის ნაწილი და ქალაქში ვრცელდება ფრანგული კოლონიური არქიტექტურა, თავისი ქალაქის დაგეგმარებითა და დიდი ბულვარებით. ყველანაირი კონფლიქტის შემოსევების მიუხედავად, ვიენტიანმა შეინარჩუნა თავისი კულტურული და სულიერი იდენტობა, რაც მის მრავალ ტაძარში ძეგლსა და საზოგადოებრივ სივრცეში შეისახა. მეც ვაპირებ, რომ სწორედ ეს ადგილები მოვინახულო, გავეცნო და რა თქმა უნდა, თქვენს გაგიზიაროთ. მოკლედ, დავიწყოთ ლაოსის დედაქალაქის აღმოჩენა. ვიენტიანის ქუჩებში სეირნობა ნამდვილი სიამოვნებაა. აქაურობა სუფთა და მოწესრიგებულია. ამინდიც ხელს გვიწყობს. სასიამოვნო ტემპერატურა ქალაქის დასათვალიერებლად. პირველი ადგილი, რომელსაც ახლა მოვინახულებთ, ერთი გამორჩეული ტაძარია. დღევანდელი სამგზავრო გეგმის დაწერისას პირველ ადგილად შევარჩიე პათატლუანგი, რომელიც არის დიდი ოქროსფერის ტუპა. ეს ის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ აქ მოგზაურობისას და მეც რა თქმა უნდა მისი ნახვის გარეშე ვერ წავიდოდი, არამედ გადავწყვიტე, რომ პირველად სწორედ ეს მოვინახულებინა. შესასვლელი ბილეთი 30000 ლაოსური კიპიღის, რაც დაახლოებით 4 ლარია და აუცილებელია გქონდეთ ნაღდი ანგარიშწორება. შესასვლელი აქედან დაახლოებით 150 მეტრში, ამიტომ ახლა გავეშურები მისი მიმართულებით, შევიძენ ბილეთს და ერთად დავათვალიეროთ ეს საინტერესო ადგილი.
ფატათ ლუანგი იგივე დიდი სტუპა ლაოსის ყველაზე პატივსაცემი და ემბლემატური ძეგლია. ის ერთდროულად განასახიერებს ერის ბუდისტურ რწმენასა და კულტურულ იდენტობას. ქალაქის გულში მდებარე ეს ოქროსფერი ნაგებობა ქვეყნის უწმინდეს რელიგიურ ადგილად ითვლება და ლაოსის სუვერენიტეტისა და სულიერების სიმბოლოა. ტაძარში შესვლისთანავე სანამ დათვალიერებას დავიწყებთ, მორწმუნეებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია საკურთხეველთან მივიდეთ და ეს განსაკუთრებული ატმოსფერო ახლოდან შევიგრძნოთ. შემდეგ კი გრძელ დერეფნებს გავუყვებით, სადაც ბუდას უამრავი ქანდაკებაა დაბრძანებული. ათათ ლუანგის წარმოშობა მე-3 საუკუნით თარიღდება, როდესაც აქ ინდოეთიდან ჩამოსულა მისიონერებმა ჩამოიტანეს წმინდა რელიგია, რომელიც იყო ბუდას მკერდის ძვალი. საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ რეფორმირდა მისი სტრუქტურა, ჩაუტარდა რესტავრაციები, თუმცა გამოსარჩევია მე-16 საუკუნე, რადგანაც ფაქტობრივად საბოლოო სახე მიიღო, რაც იმდროინდელი ლაოსის კულტურას და არქიტექტურას კარგად ასახავს. სხვადასხვა ომის დროს არაერთხელ დაზიანდა და საჭირო გახდა მისი რეაბილიტაცია, ამ მხრივ გამოსარჩევია მე-20 საუკუნე, რადგანაც ჩაუტარდა ხილი რესტავრაცია და სწორედ ამ რესტავრაციის შემდეგ უკვე გვაქვს ადამიანებს შესაძლებლობა მოვიდეთ აქ და დავათვალიეროთ ის. ათათ ლუანგის სიმაღლე დაახლოებით 44 მეტრია და როგორც ხედავთ, საკმაოდ შთამბეჭდავი ოქროსფერი სტუპა. ეს ძეგლი სამ თანდათანობით პატარა ტერასაზე მდებარეობს, რომელთაგან თითოეული არის სიმბოლო ბუდისტური განმანათლებლობის ეტაპების, რომელიც გულისხმობს მატერიალური სამყაროდან სიბრძნის უმაღლეს სამეფომდე. ცენტრალურ სტუპას გარშემორტყმული აქვს კვადრატული მონასტერი, რომელსაც აქვს პატარა სტუპები, სალოცავი დარბაზები და რთული კვეთის კარიბჭეები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასეთ მზიან ამინდში, რა დროსაც ეს ოქროსფერი სტუპა კიდევ უფრო მეტად კაშკაშებს და კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. საქმოსულ თითოეულ ადამიანს გვაქვს შესაძლებლობა წრე დავარტყათ ამ ოქროსფერ სტუპას, სადაც ასევე არის გამოფენები, ეს იქნება სამშენებლო ქვები, ბუდას ქანდაკებები თუ სხვა წმინდა ნივთი, რომელიც დამახასიათებელია ბუდისტური ტაძრებისთვის. ფატათ ლუანგი ასევე ყოველწლიური ფესტივალის ეპიცენტრია, რომელიც ნოემბერში იმართება და ქვეყნის უნიშნულოვანეს რელიგიურ და კულტურულ მოვლენას წარმოადგენს. ამ დროს ათასობით მორწმუნე და ტურისტი მონაწილეობს სარდლების შუქზე გამართულ მსვლელობაში, საზეიმო შესაწირავების რიტუალში, ტრადიციულ მუსიკასა და ცეკვებში, რაც კიდევ უფრო ამყარებს სტუპას როლს, როგორც სულიერი და ეროვნული ერთიანობის ადგილს. თავისი ისტორიული სიღრმით, არქიტექტურული დიდებულებითა და სულიერი მნიშვნელობით, ფატათ ლუანგი კვლავად რჩება აუცილებელ სანახავ ადგილად ყველასთვის, ვისაც ლაოსის გულისა და კულტურული მემკვიდრეობის შეცნობა სურს. ტაძრიდან გადმოვინაცვლეთ ამ მონუმენტთან, რომელსაც ეწოდება პატუქსა და ის არის დამოუკიდებლობის კარიბჭე. ეს მონუმენტი აშენებულია 1957-1968 წლებში და ის ეძღვნება იმ ლაოსელ ჯარისკაცებს, ვინც საფრანგეთის წინააღმდეგ იბრძოდა ლაოსის დამოუკიდებლობისთვის. სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს გამარჯვების კარიბჭეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონუმენტი შთაგონებულია პარიზის ტრიუმფალური თაღით, მისი დიზაინი მკვეთრად ლაოსურია. ეს სტრუქტურა მოიცავს ბუდისტურ და ტრადიციულ ლაოსურ მოტივებს. იქ გამოსახულია მითიური არსებები და ორნამენტული ჩუქურთმები, რაც მას უნიკალურ იდენტობას ანიჭებს, რომელიც აერთიანებს დასავლურ არქიტექტურულ გავლენას ლაოსურ კულტურასთან. ამ მონუმენტის სიმაღლე არის 55 მეტრი, შესვლა აქაც 30000 ლაოსური კიბეღის, ამიტომ ახლა მივალ, შევალ და რაც თავარია, გვაქვს შესაძლებლობა ავიდეთ ზევით და იქიდან გადმოხედოთ ქალაქს. თაღის შიდა მხარეს ზედა სართულებზე ასვლამდე ბუდისტური და ლაოსური მითოლოგიის ფიგურებს ვხვდებით. ეს დეტალები სრულიად განსხვავებულ და განსაკუთრებულ ელფერძიანს ნაგებობას და მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.
საფეხურების სამოვლის შემდეგ ჯერ ამოვედით შედარებით ვრცელ ტერიტორიაზე, საიდანაც 360 გრადუსით 4 კუთხიდან შეგიძლიათ შეხედოთ მთლიანად ქალაქს და დააკვირდეთ მას. ხოლო შემდეგ კიდევ ერთი საფეხურის ავლა მოგიწევთ, რომ ყველაზე მაღალ წერტილში აღმოჩნდეთ. საიდანაც პირველად ახლოს შეგვიძლია დავათვალიეროთ გამოსახული ბარელიეფები, გამოხატული ბუდით, ორნამენტებით, ოქროსფერი პატარა სტუპებით, მოკლედ კარგი ხედები და ახლოს დავთვალიერება გარანტირებული გაქვთ თუ აქ ამოხვდეთ. პატუსაი გარშემორტყმულია პარკით, შადრევნებითა და საფეხმავლო ბილიკებით. მიუხედავად იმისა, რომ მას ზოგჯერ ვერტიკალურ ასაფრებ ბილიკსაც უწოდებენ, რადგან ნაწილობრივ იმ ბეტონით აშენდა როგორც უკვე იცით, ლაოს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ამიტომ მისი საიცოცხლო არტერია არის მდინარე მეკონგი. ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლაოსის კულტურის, ვაჭრობის, ისტორიისა და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ასპექტის ჩამოყალიბებაში. ლაოს სურს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ენერგოცენტრად გადაიქცეს და სწორედ ამიტომ მდინარე მეკონგი და მისი შენაკადები მიემართება არაერთ კაშლის მიმართულებით. ამ წყალს გადააქცევს ენერგიად, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე ექსპორტისთვის ვიეტნამში, კამბოჯასა და ტაილანდში. გარდა ამისა, მდინარე მეკონგის საშუალებით ლაოსი უკავშირდება ტაილანდს, ვიეტნამს, კამბოჯას და ასევე ჩინეთს, რაც რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობებისთვის. ზემოთ აღნიშნული ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთი უნდა აღვნიშნოთ. მდინარე მეკონგი ლაოსისთვის წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს. ახლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, აქ არის ჭაობის საფარი, შემდეგ მდინარე მეკონგი და უკვე ამ მდინარის იქით არის ტაილანდი. აქედან მოშორებით 1994 წელს აშენდა ხიდი, რომელიც საზღვრის ფუნქციას ასრულებს. ამ ხიდის სიგრძე არის 1570 მეტრი და მისი გადასვლის შემდეგ კი აღმოჩნდებით ტაილანდში და ის ერთგვარად ლაოსსა და ტაილანდს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის სიმბოლოდ იქცა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ხიდი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი საზღვარია ზოგადად რეგიონში. ასე რომ თუ იქნებით ლაოსში ან ტაილანდში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ხიდი, ვინაიდან ძალიან მარტივია ამ ხიდის საშუალებით ერთი მეორე ქვეყანაში მოხვედრა. კარგი ადგილების მონახულება, მაგრამ რა თქმა უნდა საჭიროა მკრებაც, ამიტომ გადავწყვიტე რომ ცოტა ხნით შემესვენოთ და აგვიხებსა. შევარჩიე ისეთი ადგილი, სადაც არ იქნებოდა ძალიან ძვირი ფასები, დაახლოებით საშუალო კლასის რესტორანში შემოვედით და შევკვეთე ერთი კერძი, რომელიც არის ქათამი, საوردოდ საფანელში ამოვებული და თავისი გარნირებით, რომელიც საფასურიც არის 100.000 ლაოსური კიფი, რაც დაახლოებით 12 ლარია. ზოგადად ფასებს რომ გადავხედე ქალაქშიც და ამ რესტორანშიც, კერძები იწყება 80-დან ზევით, ხანდახან არის 300.000-ზეც, ან 36 ლარზე, მაგრამ ეს უკვე ძალიან მაღალი კლასის ფრანგული ან იტალიური რესტორნებისაც მომსახურება უმაღლეს დონეზეა.
ამაზე ერთადაც შესაძლებელია კვება, მაგრამ უკვე უნდა გაითვალისწინოთ მან და მომსახურება და ხარისხი. როდესაც სიცხეში დავდივარ გადასაღებად, ყოველთვის ჭირდება მივიღო მაქსიმალურად ბევრი სითხე, ეს იქნება წყალი თუ გამაგრილებელი სასმელი და მათი ფასებიც დაახლოებით 2-3 ლარიდან იწყება, დამოკიდებული იმაზე თუ რა შეარჩევთ. კვების ობიექტების გარდა გეტყვით სასტუმროებზეც, ჩვენ შემთხვევაში რაც დავჯავშნეთ, არის 3-4 ვარსკვლავიან შორის არსებული საკმაოდ კარგი სასტუმრო და 2 ადამიანზე თავისი საუზმით დაახლოებით 100 ლარი გამოდის გადასახადი. აქაც აღნიშნავ, რომ შესაძლებელია როგორც იაფოთ, ისე ბევრად ძვირად აქირავება დაჯავშნა სასტუმროში თქვენზეა დამოკიდებული თქვენს მოთხოვნილებებზე, ასევე თუ სად იქნება ეს სასტუმრო, ამიტომ ყველანაირი ტიპის მოგზაურს შეუძლია შეარჩიოს თავისთვის სასურველი ვარიანტი. ვიენტინის ქუჩებში გადაადგილება საკმაოდ მარტივია, ვინაიდან ძირითადი სანახავი ადგილები ყველაფერთან ახლოს არის და ამავდროულად, როდესაც გვინდა ტაქსით გზავრობა, არის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გადავაადგილდეთ. მაგრამ წინა შემთხვევებიდან განსხვავებით, სადაც ყოველთვის ვიყენებდი Grab-ის აპლიკაციას, ეს იქნებოდა ტაილანდი, კამბოჯა თუ ვიეტნამი, აქ ეს აპლიკაცია არ მუშაობს, ამიტომ ადგილობრივი ჩავწერე, რომელსაც ეწოდება ლოკა, რომელიც ტაქსის გამოსაძახებლად ყველაზე კარგი საშუალებაა. ზოგადად ტრანსპორტირების შესახებ რო გითხრათ ქალაქში, რასაკვირველია სხვა აზიური ქალაქების მსგავსად, აქაც მანქანებთან ერთად სკუტერები და ტუკტუკები მოძრაობს, მაგრამ ამ ქალაქებიდან უკვე განსხვავებით, ბევრად შვიდი გარემოა. ალბათ ისეთივე შვიდი მოძრაობა, როგორც თვითონ ადამიანები და ქალაქია. ძალიან საშიში სახე მაქვს გონი, ეგრე მგონი რა. ჩემ მეგობრებს დაუდიათ არაერთი ვიდეო აზიაში მოგზაურობისას, სინჯავენ და ალბათ ჯობია არ შევხედო, ხო? ხო რა, არანწილოჭამო ეგეც რო არ ვიცი. რა კრატუნა ეს არის, ა? აი, კალია, რა შეიძლება გავდეს? არ ვიცი, მაგრამ ბევრად საიზღრობა ჩანდა. აი, მატლის. გონია ხო საშინელი სუნი აქვს რაღაც. მაგრამ არა. დავიწყოთ, სადო? გონი სადმე უბედურებაში რომ მოხვდე და ესენი აღმოვაჩინო. მიწთხილის გემბო. მიწთხილი ხო არა? პროტეინებით გაჯერებული. ოპტაილაილაი